დაღამშვიდობის მეგობრებო, რუსთაველი კვლავ გადაიკეტა, კვლავ პროტესტი, კვლავ ერთად ვართ. ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია, ჩვენი ამოცანა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არაერთხელ გვითქვამს, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ჩვეულებრივი პროტესტის მონაწილეები ვართ, სამეგობრო ვართ, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდა თავიდანვე, რომ რაღაცა შეგვეძინა პროტესტისთვის, რაღაცა სიახლე დაგვენერგა. შესაბამისად ვიპოვნეთ ფორმატი, სადაც ვაერთიანებთ ყველა ადამიანს, რომელიც ესე მხნედ და ესე ერთგულად აპროტესტებს რუსთაველის გამზირიდან და არა მარტო რუსთაველის გამზირიდან. პატარა წინასიტყვაობას ვიტყვი, სანამ ლექციაზე გადავალთ. მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის ბატონ სერგის. დღეს ვისაუბრებთ დიპლომატიაზე, მაგრამ სანამ დიპლომატიაზე გადავალთ, ჩვენ გუნდს, რომელიც აბსოლუტურად აქ ჩვენი სამეგობროს მიერ არის ორგანიზებული და ორგანიზებული ეს ყველაფერი რამოდენიმეჯერ გვესროლეს ესე უმისამართოდ ტალახი. შესაბამისად ეხლა ჩვენს ვიცით ვინ, სად, როგორ, რატო, მაგრამ ამაზე აყოლას არ ვაპირებთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პიროვნულ შეურაცხყოფებს ვიღაცებს გაუტარებთ. ბატონებო, აქ უამრავი აზრი არსებობს, რამდენი მომიტინგიც არსებობს, იმდენი ნაფიქრი გამოსავალია, მაგრამ არც ერთ პოლიტიკურ ძალას, არც ერთ მოძრაობას, არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ჯერ ოქროს შუალედი გამოსავალი არ უპოვნია ამ ჩიხიდან, რომელიც ჩიხშიც ვართ. ამ ტირანიას როგორ ვებრძოლოთ, ამის ხერხები და ამის მეთოდები უამრავია, მაგრამ ჯერჯერობით ერთიანი, ერთ საკითხზე შეთანხმებული რაღაცა გამოსავალი ვერანუ ვერ იპოვა. შესაბამისად, ჩვენც ამიტომ ვაგრძელებთ პროტესტს. პროტესტი იმიტომ გრძელდება, იმიტომ ვართ ცოტანი თუ ბევრნი სოციალურ ქსელებში, აქ რუსთაველზე თუ სადღაცა სახლში, უბანში თუ სადღაცა, ამიტომაც განვიხილავთ ყოველდღიურად, რომ გამოსავალი არ არის, ხო? გამოსავალი არ არის არც ერთიანობის ჭრილში, არც ცალ-ცალკე, არც საზღვარგარეთიდან უცხოური დახმარების ან ფონდებით, ან შინაური, ან გარეული მტრებით არ არსებობს გამოსავალი. ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ, რომ შევქმნათ კიდევ ერთხელ ისეთი ფორმატი, სადაც ერთიანობის რაღაცა საწყის ეტაპზე გადასვლას დავიწყებთ მაინც ამაზე ფიქს მინიმუმ. ჩემთვის პირადად ეხლა გუნდთანაც ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე, ჩემთვის პირადად მიღებულია ყველა პროტესტის ფორმა, რომელიც კანონიერებაში და კონსტიტუციურობაში ჯდება. ჩემთვის მიუღებელი არც ერთი პროტესტის მონაწილის, არც გამოხატვის ფორმა არ არის და მით უმეტეს არც ის გზა, რომელსაც თვითონ ესე ხმამაღლა აცხადებს. ზოგს რევოლუციური სცენარი მოსწონს და გამოსავალი აქ გონია, ზოგს გზელვადიანი მყარი და გამძლეობის პროტესტი ურჩევნია და აქ მაგიტომაც გამოდის, ზოგი რას ამზადებს, ზოგი რას, მაგრამ ჩვენ ერთიანობის რაიმე ერთ ფორმას თუ ვერ ვიპოვნით, მე პირადად მგონია, რომ ეს პროტესტი არ გაჩერდება იქამდე. სანამ გამოსავალს არ ვიპოვით, ბატონებო, ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ როგორც საპროტესტო აუდიტორია და ჩვენ როგორც მომიტინგეები. ძალიან წყინს სიმართლე რო გითხრათ, რომ აქ ერთ მხარეს მდგომი ადამიანები ერთმანეთს ვაბრალებთ უამრავ რაღაცას და გადაუმოწმებლად. აი რაღაცა ჭორებს აყოლილი ამ საშინელ სისტემაში, რომელსაც ჯერჯერობით ვერ მოვარგეთ ერთ-ერთი გასაღები და ამ უზარმაზარ საინფორმაციო სიბნელეში ჩვენ ყურით მოთრეული რაღაცა თითიდან გამოწვეული თემებით ერთმანეთს ვლანძღავთ, ვაბულინგებთ, ესე ხმამაღლა ვიზახით, რომ აი სტერია არ ხდება, მეგობრებო, ეს არ არის სწორი საქციელი. ეს მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს იმ მხარეს, რომელ მხარესაც ჩვენ ერთად ვგავართ. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ დემოკრატიას, ჩვენი მიზანია დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება და ჩვენ მრავალფეროვნებას მივიღებთ, აუცილებლად უნდა გავზარდოთ მიმღებლობა ერთმანეთის მიმართ. პოლიტიკური შეხედულებების განსხვავების მიუხედავად ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთები ადამიანები, როგორებიც არიან, განსხვავებული აზრით. არავინ აქ წესებს არ ადგენს, მეგობრებო. აქ რუსთაველის გამზირზე, სადაც ჩვენ ერთადერთი ადგილი შეგვჭა, სადაც ერთიანობის რაღაცა ფორმას ვინარჩუნებთ, ვერავინ ვერ დააწესებს რამე წესს, რომლითაც ჩვენ მაინდამაინც იმას უნდა დაუჯეროთ. აქ აუდიტორიას ნუშლით, რა გელექციებათ, რა გემღერებათ, ზოგი მომღერალია, რა დროს ყავა, ყავის დასალევად თუ გამოდიხართ. ანუ ძალიან ცუდია რა ეს ყველაფერი, ძალიან აზიანებს, საერთო საქმეს აზიანებს, ბატონებო.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სანამ ჩვენ ყველანი ერთად პროგრესული საზოგადოება, რომლებიც დიდი ხანია უკვე მე მაგალითად, რამდენიმე წელია უკვე პროტესტში ვარ, სანამ ერთიანობის რაღაცა ფორმატს ერთ საკითხზე მაინც ვერ შევათანხმებთ, გამოსავალი ვერ იქნება ნაპოვნი. საიდან უნდა დავიწყოთ ეს ყველაფერი, ეგ სხვადასხვა შეხედულებები არსებობს, მე მგონია რომ ნოლს ქვემოთავართ ჩვენ უკვე და ჩვენ ამ მოსვლა გვჭირდება და საწყისი ის არ არის, სადაც ვდგავართ. ჩვენ კიდევ უფრო ქვემოთ უნდა ჩავიდეთ, კიდევ უფრო ქვემოთ უნდა ჩავიხედოთ სიღრმეებში, სად არის რეალური პრობლემა და ვინ ქმნის ამ რეალურ პრობლემას და ვინ აგენერირებს იმ საშინელ ნარატივს, რომელიც აი ჩვენშიც გამყარდა. აქ თითქმის ყოველ საღამო კონფლიქტებია, რამოდენიმეს მე პირადად შევესწარი და აი ძალიან გული მტკივა პირდაპირ მნიშვნელობით, როგორ ვერ შევძელით ამდენი თვის განმავლობაში ერთ საკითხზე არ არის საუბარი რაღაც პოლიტიკურ შეთანხმებაზე, ერთ საკითხზე შევთანხმდეთ, რომ დიახ, ეს პრობლემა აქედან მომდინარეობს, ამ პრობლემაზე ბრძოლის მექანიზმები არის სწორი, აი ეს ფორმა და ამ ფორმასთან ერთად ჩვენ გვაქვს ეს რესურსი, ადამიანური, გონებრივი, ყველანაირი რესურსი. მე მგონია, რომ სანამ არ გვექნება რაღაც ერთიანობის პლატფორმა, რეალური ერთიანობის პლატფორმა, სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებს, სანამ საერთო სისტემაში არ გავერთიანდებით და არ ვიტყვით, რომ კი ეს არის გამოსავლის ძიების რაღაცა საწყისი, მანამდე არაფერი არ გვეშველება და სანამ არ გვეშველება არაფერი და სანამ გამოსავალი არ იქნება, ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ ამ ფორმატს შევინარჩუნებთ, არავის არ მოусმენთ, პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ ჩვენ იქით არავის თავს არ ვესხმით, ვერც ერთი ვერ იტყვის, რომ 85 ლექცია ჩავატარეთ აქ და ყოველდღე რაღაცა დისკუსია გვაქვს, მაგრამ ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ ჩვენ ვიღაცას თავს დავესხით, ან ვაგინებთ, ან ვიძახით, რომ აი თქვენი გზა არასწორია, ჩვენ ვსწავლობთ ყოველდღე, ჩვენ ვითარდებით, ჩვენ გვინდა, რომ ყველა ადამიანთან რაღაცა საერთო ენა გამოვნახოთ და ვთქვათ, რომ კი, მოდი, თქვენ სხვანაირი შეხედულება გვაქვს, ჩვენ ესეთი შეხედულება გვაქვს, მაგრამ ერთმანეთი არ დავაზიანოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი მთავარი ამოცანაა გავაზიაროთ ცოდნა. თქვათ სიმართლე და მოვიყვანოთ ადამიანები, რომლებსაც დავუსვათ შეკითხვებს და ამ შეკითხვებზე გვექნება არგუმენტირებული და მტკიცებულებითი პასუხები. შესაბამისად ჩვენ არ გავჩერდებით, მოკლედ რო ვთქვა, ცოტა გამიგზელდა, ბოდიშს ვიხდი. დღეს ძალიან საინტერესო საღამო გვაქვს, სასიამოვნო სააუდიტორო საღამოს გისურვებთ, ცეცხლი ოლიგარქიას და გამარჯვება გარდაუვალია. დროში როგორ გაიწელება ეს ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ წამს და მჯერა რომ გამარჯვება გარდაუვალია. მადლობა. დიდი მადლობა. როგორც ხვდები, დღეს რაზეც საუბარი იქნება, ეს არის დიპლომატია და ეგრეთ წოდებული არაღიარება ამ რეჟიმის, რომელიც დღეს საქართველოში. ესები რამდენიმე მოსაზრება გავავითარო და მე ამაზე დისკუსიას თუ გვექნება, ჩემი აზრით საინტერესო იქნება. პირველი არის თქმა შემიძლია არის, რომ დღეს საქართველოს დიპლომატია არ აქვს. ეს არის ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში თუ კი სადმე არ ქონდა ჩავარდნა, იყო დიპლომატია. მათ შორის ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებშიც პირველი წლების განმავლობაში თუ პირველი 6-7 წლის განმავლობაში დიპლომატია თავისი მიმართულებით კონკრეტულ საკითხებზე იყო ხოლმე მოწოდების სიმაღლეზე შეგვიძლია ვთქვათ. და პატარა ქვეყნისთვის ძლიერი დიპლომატიის არსებობა არის აუცილებელი, რომ გადარჩეს ათეტიკის გარეშე, რომ თავისი რაღაც კონკრეტული მიზნები დაიკმაყოფილოს და ამ მიზნებს მიაღწიოს. მაგრამ დღეს ჩვენ, განსაკუთრებით ნოემბრის მერე, დიპლომატია უბრალოდ აღარ გვაქვს. ჩვენ გვაქვს დღეს ვითარება, როცა არც ერთი ეროვნული ამოცანა, რომელიც ქვეყანას აქვს, რომელიც განსაზღვრულია სხვადასხვა დოკუმენტებში, რაზეც ხალხი თანხმდება, რაც კონსტიტუციაში წერია, დღევანდელი ქართული დიპლომატიის ამოცანას არ წარმოადგენს. ანუ დღეს თავარი მიმართულებები, რაც არის ძლიერი სახელმწიფო, რაც არის სუვერენიტეტის შენარჩუნება, რაც არის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ევროინტეგრაცია, უსაფრთხოების გაძლიერება, კეთილდღეობის გაძლიერება, რაც ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში თუ საგარეო სტრატეგიაში წერია, დღეს ეგენი აღარ არის ჩვენი დიპლომატიის
პრიორიტეტი. ეს არის ფაქტი, ეს არის მოცემულობა, რაც არ უნდა ამ რეჟიმის წარმომადგენლება ისაუბრონ, რომ რაღაც წარმატებები გვაქვს დიპლომატიის კუთხით, უბრალოდ ფაქტებს რო შევხედოთ ბოლო 5-6 თვის განმავლობაში, აღმოჩნდა, რომ დიპლომატია დღეს ჩვენ აღარ გვაქვს. დღევანდელი დიპლომატია არის დასული, ჩემი აზრით, რასაც მე უწოდებ მინიმალისტურ თვითდესტრუქციულ დიპლომატიაზე, რომლის თავი ამოცანა გახდა, რომ რეჟიმმა როგორღაც მეტ ადამიანს ჩამოართვას ხელი და მერე აქაურმა პროპაგანდამ გაყიდოს იმათ, რომ თითქოს ისინი არიან აღიარებული და მათ არ აქვთ პრობლემა პარტნიორებთან ურთიერთობებში. ამას დაუბრუნდები ცოტა ხანში, მაგრამ მანამდე უნდა ვთქვა, რომ ეს არის ალბათ ყველაზე მინიმალისტური ამოცანა, რომელიც შეიძლება ნებისმიერი ქვეყნის მსოფლიოში, ნებისმიერი ყველაზე არ შემდგარი და ყველაზე სუსტი ქვეყნის დიპლომატიის ამოცანა იყოს. და ჩვენ დავედით აქამდე, ეს გარკვეულად ირონიულიც არის, იმიტომ რომ 90-იანების დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა ხელმეორედ, როცა აღდგა დამოუკიდებლობა, მაშინ იყო 1-2 წელი, როდესაც საქართველოს და ქართული დიპლომატია ცდილობდა, რომ ქვეყანა ყოფილიყო აღიარებული და მართლაც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ბევრი სასაცილო ისტორიაც არის ამაზე, რაც შეიძლება მეტ მსოფლიოს დიპლომატს, მინისტრს, პრეზიდენტს საქართველოს შესახებ გაეგო, ჩვენთან ურთიერთობები დაემყარებია და ქვეყანა ყოფილიყო აღიარებული. დღეს დავბრუნდით იმ ნიშნულზე, რაც მაშინ იყო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დღეს ქვეყანას აღიარების პრობლემა არ აქვს, მაგრამ რეჟიმი ცდილობს ზუსტად იგივენაირად სადღაც ვიღაცის ხელი ჩამოართვას, ფოტო გადაიღოს და მერე ეს გაყიდოს როგორც დიპლომატიის წარმატება. რაც ნიშნავს იმას, რომ არც ერთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემაზე ამ შეხვედრების დროს სამწუხაროდ საუბარი არ არის ხოლმე. ეს ერთი. მეორე, დღევანდელი დიპლომატიის მთავარი ვექტორი გახდა არალიბერალური რეჟიმები და მათთან ურთიერთობების დამყარება, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის ალბათ ყველაზე სახიფათო გზა დიპლომატიის კუთხით, იმიტომ რომ საქართველოს რომლის ტერიტორიული მთლიანობა არის შელახული, რომელსაც ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, რომელსაც სიძლიერე ჭირდება, რომელსაც პარტნიორები ჭირდება, ვინც მას გააძლიერებს და რომელსაც ჭირდება როგორც მინიმუმ სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომ თუნდაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებისთვის მიმზიდველი გავხდეთ, ამ მიზანს ვერასოდეს ვერ მიაღწევს იმით, რომ მისი მთავარი პარტნიორები იქნებიან არალიბერალური რეჟიმები. და ჩვენ ხედავთ, რომ დღეს ყავს რეჟიმი, რომელმაც ბოლო 6 თვის განმავლობაში განახორციელა 8 ვიზიტი და შეხვედრა უნგრეთთან, ჩვენ სამეზობლოში არსებულ ასევე არალიბერალურ რეჟიმებთან, რომელიც რიტორიკულ დონეზე ამბობს, რომ თავარი ჩვენი პარტნიორები არ არიან უკვე დასავლეთის ქვეყნები, რომელიც დასავლეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპას ეძახის რაღაც უცნაურ შეურაცხყოფელ სახელებს, ყველა პარტნიორთან გაიფუჭეს ურთიერთობები და დარჩათ მხოლოდ და მხოლოდ ამ რეგიონში, ან ცოტა უფრო ფართო რეგიონში არსებული არადემოკრატიული ქვეყნები. და გასაგებია, რომ ივანიშვილის და ამ რეჟიმის ამოცანა არის, რომ ეგეთი ტიპის სტატუსს მიაღწიოს, რომ ეგეთივე ტიპის დიქტატურა იყოს აქ და თან რაღაცნაირად ამ არალიბერალური ღერძის ნაწილი გახდეს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება. უბრალოდ ეს არის პირდაპირ წინააღმდეგობაში ჩვენი ქვეყნის მარტო ისტორიულად ჩამოყალიბებულ ინტერესებთან კი არა, დღევანდელი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესებთან. და ამას აკეთებენ ძალიან სწრაფად, ძალიან მიზანმიმართულად და არ ვიტყოდი, რომ ბოლომდე ეფექტურად, იმიტომ რომ ამ ქვეყნებსაც მათ შორის კონკრეტული რამე შეიძლება ჭირდებოდეს საქართველოსთან, მარტო რაღაც ესე თხოვნით, რომ არ იქა ჩვენც ოლიგარქია ვართ და მინდა რომ თქვენთან ერთად ერთბანაკში ვიყოთ, მარტო მაგითაც ვერაფერს ვერ მიაღწევენ, მაგრამ მოკლედ ფაქტია, რომ აი ესეთი ტიპის მცდელობები გახდა ჩვენი დიპლომატიის მთავარი ამოცანა. ამის შედეგი არის ის, რომ ამ ქვეყნის დიპლომატიური სამსახური, გინდათ საელჩოები, გინდათ აქ ცენტრალური აპარატი, აქედან რამდენიმე ასეულ მეტრში, პრაქტიკულად არის უსაქმოდ. ამას ვამბობ როგორც ადამიანი, რომელსაც აქვს ინფორმაცია, რომელსაც აქვს ურთიერთობები, მათ შორის ყოფილ და მოქმედ დიპლომატებთან და ზუსტად ეს არის დღევანდელი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ უწყების და ჩვენი დიპლომატიის ზოგადად. ეს თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ როდესაც ასეთ რეჟიმზე გადადის ქვეყანა, ეს დიპლომატია მე აუცილებლად ხდება პოლიტიზირებული და ამ პროცესს ვადევნებთ ახლა თვალს ჩვენ, როგორც საელჩოებში, ისე აქ ცენტრალურ აპარატში მიმდინარეობს წმენდა, რომლის შედეგი იქნება ის, რომ ბევრი ათეული წლის განმავლობაში ის ადამიანები, რომლებსაც გამოცდილება მიიღეს და რომლებიც საქართველოს ემსახურებოდნენ, ისინი იქნებიან ჩანაცვლებული პარტიული კადრებით. რაც თავის მხრივ თუნდაც იმისი რაც იქნება მე ის ახალი დიპლომატია, იმის ხარისხსაც ძალიან დრამატულად დაწევს ძილს.
შემდეგი რაცაც მინდა ხაზი გავუსვა არის რომ ასეთ ვითარებაში ჩვენაირი ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემა იქნება ნებისმიერი ეროვნული ამოცანის დაკმაყოფილება და ნებისმიერი ეროვნული ამოცანის შესრულება. ეს არის აბსოლუტურად ნათელი და ამ ამოცანებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ეხლა ევროინტეგრაციაზე არაფერს აღარ ვუყურებ, ისაც ნათელია რომ ეს პროცესი აღარ არსებობს უბრალოდ და ევროინტეგრაციის კუთხით საქართველო უბრალოდ არის გაჩერებული. თუმცა ამას დაუბრუნდები ცოტა ხანში, იმიტომ რომ არის რამდენიმე საინტერესო თემა მაგ. შესაბამისად, ამ რეჟიმისთვის მთავარი ამოცანა ხდება არა ეროვნული ინტერესების დაკმაყოფილება, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობაზე ზრუნვა, მათ შორის ქვეყნის გაძლიერება, არამედ თავის გადარჩენა. სამწუხაროდ ქვეყნისთვის ბოლო წლების და ათწლეულების ისტორია გვიჩვენებს, რომ როგორც კი რეჟიმი იწყებს თავის გადარჩენაზე ზრუნვას, ამის პარალელურად აუცილებლად სუსტდება ქვეყანა. თითქმის არ არსებობს მაგალითი, სადაც რეჟიმი, რომელიც მარტო თავის თავზე და თავის ლეგიტიმაციაზე და თავის ძლიერებაზე ზრუნავს, თან აძლიერებდეს ქვეყანას. აგერ უკანასკნელი მაგალითი გვაქვს ირანი, სადაც 45 წლის განმავლობაში რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ის ყოფილიყო ირანელი ხალხის წარმომადგენლად აღქმული და საბოლოო ჯამში მივიდა იქამდე, რომ არა თუ უბრალოდ გაღარიბებული და გაუბედურებული ქვეყანა აქვთ, არამედ მათი ძალაუფლებაში ყოფნა სერიოზული ეჭვის ქვეშ არის და სიძლიერის მხრივ არის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი სახელმწიფო, იმიტომ რომ რაც არ უნდა რაღაც ბევრი იარაღი შედარებით სხვა პატარა ქვეყნებთან ჰქონდეს, საბოლოო ჯამში მის მთავარ მოწინააღმდეგეებთან მიმართებაში და მათთან შედარებით ახლოსაც ვერ მივა შეიარაღებით და უბრალოდ ძალით. ამიტომ ეს არის ყველა ქვეყნის და ყველა ავტორიტარული რეჟიმის გაკვეთილი, თუ ის იწყებს თავის თავზე ზრუნავს, ამას აყოლებს ქვეყნის სიძლიერეს. ვერც ერთ მაგალითს ვერ მეტყვით, რომელთაც გამოჩნდება, რომ ქვეყანამ იხეირა იმით, რომ რეჟიმი მარტო თავის თავზე ზრუნავს. მით უმეტეს ისეთ ქვეყნებზე, როცა ასაუბარი, როგორც არის საქართველო, რომელსაც თავისი ზომის, თავისი ისტორიული და დღეს არსებული პრობლემების გამო უბრალოდ უსაფრთხოებაზე ზრუნვა პარტნიორების და სხვა ქვეყნებთან კარგი ურთიერთობების გარეშე არ შეუძლია. ეს ყველაფერი მიდის ერთ საკითხთან, რაც არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ რეჟიმის მთავარი პრიორიტეტი და მთავარი ამოცანა, რომ როგორღაც მოიპოვონ გარკვეული ლეგიტიმაცია საერთაშორისო კუთხით, მხოლოდ და მხოლოდ იმისდით, რომ პირველ რიგში ჯერ პროპაგანდას გააყიდინონ აქ, რომ ხალხმა თითქოს დაიჯეროს, რომ მათ არ აქვთ ლეგიტიმაციის პრობლემა და მეორე, თუ ეს გამოუვათ, რომ საქართველო გადაიყვანონ ისეთი ქვეყნების რიგში, რომლებიც არიან ავტორიტარული დიქტატურები და მათ მაინც ელაპარაკებიან. აი ეს არის ალბათ ყველაზე კარგი გამოსავალი მათთვის, ამაზე ფიქრობენ ალბათ, რომ ეს არის ყველაზე იდეალური სიტუაცია, როდესაც ისინი არიან არა დემოკრატია, არა ევროპულ გზაზე მყოფი ქვეყანა და ქვეყნის ხელისუფლება, არამედ ისეთი ქვეყნები, როგორც ამ რეგიონში უხვად არის, მაგრამ მაინც მათ ელაპარაკებიან, იმიტომ რომ თავისი პრაგმატული ინტერესები მათ შორის ევროპელებს და ამერიკელებს გააჩნიათ. ეს არის ის ამოცანა, რომლის მიღწევაც მათ უნდა. ეხლა ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი ის თუ ამას რა შეიძლება რომ დაუპირისპირო და მე მგონია რომ დიპლომატია არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი რომელიმე უწყების და ერთი რომელიმე რეჟიმის საქმე, ეს ასევე არის უფრო ფართო საზოგადოების საქმე, განსაკუთრებით იმ საზოგადოების, რომელიც იცავს აქ მყოფი ხალხის სახით და არა მხოლოდ იცავს თავის ქვეყნის ინტერესებს, იმასაც კონსტიტუციაში წერია და იმას, რაც რეალურად ხალხს სჭირდება. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა არის და უნდა იყოს ის, რომ ამ რეჟიმმა გარე ასპარეზზე ვერ მიიღოს ის ლეგიტიმაცია, რასაც ის ცდილობს. აქვე მინდა უბრალოდ ერთი პატარა სქოლიოსავით გავაკეთო, ხშირად ამას ეძახიან ხოლმე არაღიარებას, რომ ანუ არ უნდა იყოს აღიარებული. აქ ერთ დათქმას გავაკეთებ, მე მგონია რომ ეს არ არის სწორი ტერმინი და სწორი მოლოდინი არ არის. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში აღიარება არის სხვა თემა. ანუ ამ რეჟიმს, ყველაზე ცუდ რეჟიმებსაც კი დღეს რომლებიც სოფლიოში არიან, აღიარება აქვს. თავ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი რო აიღოთ, დღევანდელი ირანის რეჟიმი რო აიღოთ, ვენესუელის რეჟიმი რო აიღოთ, მათაც აღიარებენ რაღაც გამონაკლისი იშვიათი ეპიზოდების გარდა, როგორც რეჟიმს, რომელიც რაღაც ამ ქვეყანას წარმოადგენს. თუმცა აღიარება და ლეგიტიმურობის არქონა არის სხვადასხვა რამ. ამიტომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ამათი ლეგიტიმაცია რასაც იმსახურებენ ნამდვილად, იმიტომ რომ ასე იქცევიან, რომ აქ ლეგიტიმაცია ყოველთვის იყოს ეჭვის ქვეშ. ეხლა რას ნიშნავს ეს, ანუ რის გამო შეიძლება იყოს ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის აქაც, ამა თუ იმ რეჟიმის ლეგიტიმაცია ეჭვის ქვეშ.
არის რამდენიმე საკითხი აქვს, რომელსაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყურადღება მივაქცევთ. პირველი არის ის თუ ვინ არის ამ ძალაუფლების წყარო. ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით ძალაუფლების წყარო არის ხალხი. ამ რეჟიმის ძალაუფლების წყარო არის ერთი ოლიგარქი და ის რეჟიმი, რომელიც მან შექმნა. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს რეჟიმი მანამ სანამ არის აღქმული არაკონსტიტუციურად გარეთ, მანამდე მას იქნება ლეგიტიმურობის პრობლემა. აქედან გამომდინარეობს მათ შორის არჩევნების გაყალბების და არჩევნებში მათ მიერ ვერ მიღებული ლეგიტიმაციის თემა, თუმცა მე მგონია რომ მარტო არჩევნებზე არ უნდა გადიოდეს ეს ზღვარი და ჩემი აზრით ხშირად ცდებიან ხოლმე, როცა თავარ არგუმენტად ქართული ოცნების რეჟიმის არალეგიტიმურობის მოყავთ ის რომ მათ გააყალბეს არჩევნები. ჩემი აზრით გასაგებია უფრო დიდი არგუმენტი, ყოველ შემთხვევაში მინიმუმ ისეთივე როგორც არჩევნების გაყალბება არის ის რომ მათ ღია დაარღვიეს კონსტიტუცია. და ის დოკუმენტი რომელიც არის ამ ქვეყნის მთავარი კანონი, მათ დაარღვიეს არა მარტო იმ კუთხით რომ აქ ლეგიტიმურობის წყარო გახდა არა ხალხი, არამედ ერთი ადამიანი, არამედ იმ კუთხითაც რომ მათ გადაუხვიეს ძალიან კონკრეტულ მუხლს 78 მუხლს, რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამისთვის ყველაფრის გაკეთებას. ანუ ეს არის ის ხაზი, რის გამოც ეს რეჟიმი დღეს სარგებლობს არალეგიტიმური ხასიათით. ამის გარდა და ახლა ერთ წამი რომ გავხსნათ ჩვენ რეალობას, როგორც წესი რეჟიმების უმრავლესობა მაშინ ხდება არალეგიტიმური, როდესაც ისინი ირჩევენ მმართველობის არადემოკრატიულ და ფართო საერთაშორისო საზოგადოებაში მიუღებელ ფორმას. თქვენ თუ ნახავთ ყველა ის რეჟიმი, ეგრეთ წოდებული ეს ფერაია რეჟიმი, რასაც ქვია, ანუ ის რეჟიმი, რომელსაც არ აღიარებენ ხოლმე ლეგიტიმურად, ყველა ისინი ისეთი მმართველობის ფორმის მქონენი არიან, რომელიც უმრავლესობა ქვეყნებში არ არის მიჩნეული დემოკრატიულად და არ არის მიჩნეული ლეგიტიმური მმართველობის ფორმა. და ჩვენ გვაქვს სწორედ ეს შემთხვევა, ისაც დღეს აკეთებს ქართული ოცნება, არის სწორედ ამისი მაგალითი. ამიტომ ყველა მცდელობა ჩვენი მხრიდან, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან, რომ ამ რეჟიმის არალეგიტიმურობას გაუსვას ხაზი, უნდა გადიოდეს იმ მმართველობის ფორმის ახსნაზე, რომელიც აქ შექმნა ივანიშვილმა. ეს არის მმართველობის ფორმა, რომელიც მარტო ოლიგარქიული კი არ არის, არამედ არის ასევე ორიენტირებული იმაზე, რომ არ არსებობდეს არც ოპოზიცია და დღეს ამის პირდაპირ მომსწრევართ, როგორ ხდება ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება, მათი იზოლირება, პარტიების აკრძალვაზე მიდის საუბარი და მუშაობა აი ამ შენობაში აქ. ეს ერთი, მეორე, როგორ ხდება თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და მედიის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც დიდი ხნის პროცესია და ეხლა რაღაც კულმინაციურ ეტაპზე შევიდა და მესამე, როგორ ხდება სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ შეტევა ასევე. ეს ყველაფერი ქმნის მმართველობის ერთ ფორმას, რომელიც თავისი მხრივ არის უკვე საკმარისი ამ რეჟიმის დელეგიტიმაციისთვის. აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველა ნაბიჯი, რომელსაც ეხლა დგავს ქართული ოცნება, რეალურად ეწინააღმდეგება მათ შორის საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. ასე მაგალითად, დღეს ჩვენი ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან ამ რეჟიმის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო ირღვევა, შეგვიძლია ვთქვათ, აბსოლუტურად ცალსახად. იმიტომ რომ მინიმუმ 6 მუხლი არის ამ ხელშეკრულების, რომელიც არის საქართველოსთვის სავალდებულო, საქართველოს როგორც ქვეყანამ აიღო ვალდებულება, რომ რაღაცეები გააკეთოს, მათ შორის როგორი მმართველობის ფორმა ქონდეს, როგორ მოექცეს სამოქალაქო საზოგადოებას, როგორ მოექცეს აქ უცხოელ პარტნიორებს, განსაკუთრებით ევროკავშირიდან, ეს ყველაფერი არის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები. ამიტომ ამ რეჟიმის მიერ გადადგმული ნაბიჯები მათ შორის იმიტომ ქმნის ამ რეჟიმს არალეგიტიმურად, რომ ის ვალდებულებები, რომელიც ხელშეკრულებით აქვს აღებული, არის მის მიერ დარღვეული და ევროკავშირში ამის შესახებ ცნობიერების ამაღლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს პროცესი ევროპაში არის ბუნებრივია დაცული. ბოლოს მინდა ხაზი გაუსვა ერთ რამეს, რაც ჩვენ ამოცანას ქმნის კიდევ უფრო რთულს. ეს არის შემდეგი. როგორც წესი ისტორიულად ძალიან ძნელია განაცალკევო რეჟიმი, რაც არ უნდა არალეგიტიმური იყოს ის და ქვეყანა და ხალხი, რომელსაც ეს რეჟიმი მართავს. ეს არის ძალიან რთული ამოცანა და ეს არის ალბათ ისტორიულადაც კი თითქმის მიუღწეველი ამოცანა, იმიტომ რომ რიტორიკულად არ ვამბობ, შეიძლება განაცალკევო ირანის რეჟიმი და ირანელი ხალხი, საბჭოთა კავშირის რეჟიმი და საბჭოთა კავშირის ხალხი, მაგრამ რეალურად, ფაქტიურად, დე-ფაქტო ძალიან რთულია მათი ერთმანეთისგან გაცალკავება. ამიტომ, როდესაც საუბარი არის რეჟიმის დელეგიტიმაციაზე, სამწუხაროდ ძალიან ხშირ შემთხვევაში ამას მოყვება ხოლმე ასევე ქვეყნისთვისაც პრობლემები. და ეს არის ის რეალობა, რომელშიც სამწუხაროდ საქართველოს ჩააგდო ქართულმა ოცნებამ. თუმცა დღევანდელ მსოფლიოში ჩვენ მე მიმაჩნია, რომ შეგვიძლია ჩვენს პარტნიორებთან განსაკუთრებით მუდმივად გქონდეს საუბარი იმაზე, რომ არის განსხვავება ამ რეჟიმს და ხალხს შორის. ეს ჩანს არა მარტო აქ, არა მარტო
ზოგადად ქვეყანაში არსებულ საპროტესტო მუხტში და რაც ბოლო ამდენიმე თვის განმავლობაში ხდება იმაში, არამედ ჩანს იმაშიც, რომ საქართველოში არ შემცირებულა ჯერ კიდე არც ევროპისადმი ასე ვთქვათ, არც ევროინტეგრაციის სურვილი, არც ევროპისადმი სწრაფვა და არც დემოკრატიული ღირებულებებისადმი, ასე ვთქვათ, ლოიალობა. ხო, ანუ ეს ყველაფერი არის ადგილზე. ამიტომ, როცა ჩვენ ვესაუბრებით და როდესაც სახალხო დიპლომატიის თუ სამოქალაქო საზოგადოების დიპლომატიის თუ პოლიტიკური პარტიების დიპლომატიის ამოცანა არის ამ რეჟიმის დელეგიტიმაცია, იქვე ამოცანა უნდა იყოს განცალკავება ამ რეჟიმის და საქართველოს მოსახლეობის, რომ მაქსიმალურად დაზიანდეს რეჟიმი, ისე რომ არ დაზიანდეს საქართველოს მოსახლეობა. ეს არის ძალიან რთული. კიდევ ერთხელ და ეს შეიძლება არ გამოვიდეს ყოველთვის სამწუხაროდ და ამისი მაგალითები შეიძლება მომავალში მოხდეს, მაგალითად იგივე სავიზო რეჟიმის შემოღების კუთხით, ეს ძალიან სამწუხარო იქნება, არავის არ უნდა და ამათი პროპაგანდის და მიუხედავად ყველამ უნდა იცოდეს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან საუბრობს ამაზე და ჩვენ გვეკითხებიან რას ვფიქრობთ ამაზე, ჩვენი გზავნილი არის ნათელი, რომ შეზღუდვები უნდა გქონდეს რეჟიმს, უნდა გქონდეს იმ კანონმდებლებს, მათ შორის აქ ეგრეთ წოდებულს, რომლებმაც 15 კანონი მიიღეს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს და ევროპულ ღირებულებებს, მათ უნდა გქონდეს შეზღუდვები, მათ ოჯახის წევრებს უნდა გქონდეს შეზღუდვები და არა ჩვეულებრივ მოსახლეობას. თუმცა, აქვე მაინც კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ ისტორიულადაც რო ნახოთ, ძალიან რთულია ეს განცალკავება მოხდეს ხოლმე. გინდა ბელარუსი აიღეთ, გინდა რუსეთი აიღეთ, გინდა ჩრდილოეთ კორეა და გინდა სხვა ეგეთი ქვეყნები, სადაც არის ასეთი ტიპის ავტორიტარული რეჟიმები და ოლიგარქიული რეჟიმები. ჩვენ ერთ ეტაპზე ეს შევძელით, როდესაც საქართველოს მიიღო კანდიდატის სტატუსი ხაზგასმით თქვა მაშინ ევროკავშირმა, რომ ეს იყო საქართველოს მოსახლეობის ისწრაფებების და მათი იდენტობის და მათი ღირებულების გამო და არა რეჟიმის გამო. თუმცა ამით ბოროტად ისარგებლა მერე რეჟიმმა და ძალიან ბევრ ჩვენს მეგობარს ეგ კითხვები გაუჩინა, რომ ნებისმიერი ბენეფიტი, ნებისმიერი სიკეთე, რომელიც შეიძლება საქართველოს მოსახლეობას მომავალში თუნდაც შეთავაზოს ევროკავშირმა, ისევე ხო არ იქნება ამ რეჟიმის მიერ ბოროტად გამოყენებული. რო შევაჯამო, ეს არის საკმაოდ რთული ვითარება, იმ გაგებით, რომ ეს ამოცანა რომ გქონდეს, ყავდეს რეჟიმი, რომელსაც ხელს არ ართმევენ, არ თვლიან დემოკრატიულ რეჟიმად, რომელთანაც არ აქვს ინტენსიური ურთიერთობა, რომელთანაც აქვს სერიოზული პრობლემები მათი ქმედებების გამო და ისე რომ თან არ დაზარალდეს ჩვენი ქვეყანა, ეს არის ძალიან რთული ამოცანა, თუმცა არის საბოლოო ჯამში მიღწევადი ამოცანა. და ბოლოს ერთ რამეს დავამატებ, რომ მოლოდინების მართვა შეგვეძლოს და ჩემს ეს მნიშვნელოვანი ნაწილია. მე მგონია რომ ჩვენ არ უნდა გქონდეს მოლოდინი იმის, რომ არასოდეს არსად არც ერთი დასავლური ქვეყანა ქართული ოცნების წარმომადგენლებს ხელს არ ჩამოართმევს და ელჩი არ შეხვდება და რაღაცა ტიპის ურთიერთობა არ იქნება. ესმის რომ ამას პროპაგანდა ყიდის ხოლმე, ისე როგორც ეს მაკრონის და კობახიძის შემთხვევაში გააკეთა, ასეთი ეპიზოდები იქნება ბევრი, მათ შორის საქართველოს ელჩებს მიცემენ აგრემანებს და შეუშვებენ ქვეყანაში და ასე შემდეგ, ეს იქნება, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკა. ჩემს და ამოცანა უნდა იყოს ის, რომ მაღალი დონის ჩართულობა ამ ადამიანების, რომლებიც თავისთავად უწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას და რომელსაც არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, მათთან მაღალი ჩართულობა არ იყოს, რომ მათთან არ ჰქონდეთ არანაირი არც მაღალი დონის შეხვედრები, არც მაღალი დონის სამიტები, არც მაღალი დონის ურთიერთობები და ყველა შეხვედრა, რომელიც მათ ექნება ჩვენს პარტნიორებთან, ქართული ხალხის მეგობრებთან, გადიოდეს იმაზე, რომ მათ მოუწოდებდნენ, რომ აქ ჩაატარონ არჩევნები, ხალხს მიცენ საშუალება, რომ კონსტიტუციის მიხედვით დაირჩიონ ნორმალური საარჩევნო პროცესის შედეგად ხელისუფლება და დაუბრუნდნენ ევროპულ გზას და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა. ეს არის ჩემი აზრით მნიშვნელოვანი რამ რო იყოს მიღწეული. ჩვენ დავმარცხდებით მაშინ, როცა დასავლეთი ამათ აღიქვამს ნორმალურ რეჟიმად, რომელთანაც შეიძლება საუბარი ჩვეულებრივ სხვა თემებზე და არა იმაზე, რომ მათ უნდა გამოასწორონ ისაც დღეს საქართველოს ჩაიტინეს. ჩვენ ხედავთ, რომ აქამდე ყველა ურთიერთობა, მათ შორის ამერიკის წარმომადგენლებთან, მათ შორის ევროპელ მაღალი დონის თუ საშუალო დონის დიპლომატებთან გადის ამაზე ჯერჯერობით, ყველა ისინი ძალიან ნათლად ეუბნებიან, რომ მათ უნდა შეცვალონ გეზი, თუ უნდათ რომ ნორმალური ურთიერთობა გქონდეს. ჩემი აზრით, ამაზე გადის ეს დელეგიტიმაცია, ამაზე გადის ეგრეთ წოდებული არაღიარება და არა იმის მოლოდინზე, რომ არასოდეს არავინ ამათ არ შეხვდება, ხელს არ ჩამოართვევს და წერილს არ მიწერს. მე მგონია, რომ ეგ მოლოდინი არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ეგ არ არის სწორი მოლოდინი და მე მგონია, რომ ეგ არ არის მიღწევადი კიდევ ერთხელ, მათ შორის არც ჩრდილო კორეის და არც სხვა რომელიმე ეგეთი
სრულიად ფერაია, სრულიად გარიყულ და არახელჩამორთმევად რეჟიმთან მიმართებაშიც კი. სულ ეს იყო რისთვაც მინდოდა, მადლობა ყურადღებისთვის, თუ რაიმე კითხვები ან რაიმე საკითხი გაქვთ, სიამოვნებით. ესე იგი, თუ შეიძლება რომ შეკითხვა დავსვა არა ამ თემასთან დაკავშირებით, არამედ პირადად სერგი შენთან დაკავშირებით არის ეს შეკითხვა. შეიძლება ხო? ნუ ხო. ესე იგი, კომისიაზე იყო ნახსენები კასეტური ბომბების საკითხები. მე მახსოვს რომ შენ თავის დროზე ამაზე გქონდა განცხადება გაკეთებული, რომ შენ ჟურნალისტს ერთი უთხარი, იმან მეორენაირად გააშუქა რაღაცა და თუ არის ახლა ამ ფორმატში შესაძლებელი რომ ამაზე შენი პოზიცია რომ გაიმეორო რა. მათ ძალიან მარტივად არის საქმე. ის რასაც მე ვამბობდი, იყო ის რაც იყო ღია წყაროებში. ანუ ღია წყაროებში დაფიქსირებული ინფორმაცია იყო იმის შესახებ, რომ კასეტური ბომბები თუ იქნა გამოყენებული, ის არ იქნა გამოყენებული არც საცხოვრებელი ადგილები დასახლებული პუნქტების შემთხვევაში, არამედ იყო მტრის წინააღმდეგ. ეს არის რაც ღია წყაროებში მაშინ ფიქსირდებოდა. მე არც მე და არც რომელიმე სხვა ადამიანს უფრო მეტი ინფორმაცია არ შეიძლება რომ ამაზე გქონდეს. თუ ეგ რაც ღია წყაროებში მაშინ ეწერა, ეგ არის არასწორი და საერთოდ არ გამოუყენებია, ხო კარგი, თუ გამოიყენა ისედაც ეწერა კიდევ ერთხელ ღია წყაროებში, მაშინ ეგეც აკრძალული მაშინ საქართველოსთვის არ იყო იმ საერთაშორისო ვალდებულებების გამო, რომელიც მაშინ საქართველოს ჯერ არ ქონდა აღებული. უბრალოდ იმის გამო რომ ეგ ყველაფერი იყო თითქოს გამოწვეული რაღაც თემა, საბოლოო ჯამში მან დიდი არის ის, რომ ამ კომისიის ფარგლებში რისი ცდელობაც გამოჩნდა ძალიან სამწუხაროდ არის ის, რომ დაბრალდეს 2008 წლის ომი საქართველოს. ამაზე ოცნების რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არა საქართველოს, არამედ საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას, სააკაშვილს და შემდეგ. ოღონდ ეს არის ანაბანა საერთაშორისო სამართლის, რომ როდესაც რაღაცას აკეთებს ხელისუფლების წარმომადგენელი, ჩვეულებრივად საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი საბაზისო პრინციპია, ეს არის მიკუთვნებადი ქვეყანაზე. ამიტომ ამ ხელისუფლების, ამ რეჟიმის ცდელობა, რომ ომი დააბრალოს წინა ხელისუფლებას, არის რეალურად ცდელობა იმისა, რომ ომი დააბრალოს საქართველოს. ამას აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები. ამის ასე დადასტურებას, რაც არ უნდა კონკრეტულ ადამიანს დააბრალოს, სულ ერთ ადამიანს რო დააბრალო, აი სულ მე რო დამაბრალო, ხო? მიხედავთ იმისა, რომ მე არ ვიყავი მაშინ რაღაც მაღალი თანამდებობის, აი მეც რო დამაბრალო, თქვა მე დავიწყეობი, ხო, სერი კაპარატი, რომელიც იყო რაღაც თანამდებობაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში. ესეც კი არის მიკუთვნებადი სახელმწიფოსთვის. ანუ როგორც კი ამას ისინი, ასე ვთქვათ, ჩააცემენტებენ იურიდიულად და იტყვიან, რომ ამ კომისიამ დაადგინა, რომ საქართველოს დაიწყო ომი, ეს იქნება უდიდესი პრობლემა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის. უდიდესი პრობლემა. იმიტომ რომ მე მესმის რომ ესენი ხშირად ამას იყენებენ პროპაგანდისტულად, აქაური მიზნებისთვის, რომ პროპაგანდა მერე გაბეროს ესა თუ ის ხდება და კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს, რომ აი რა ცუდი იყო რაღაც წინა რეჟიმი და ძალიან მარტივი აი რამდენიმე წუთიანი ეფექტი შეიძლება იყოს ეგ, ხო? მაგრამ ამისი გრძელვადიანი ეფექტი არის ძალიან ცუდი. ჩვენ ვნახეთ ახლა, როცა გაეროში გადიოდა გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში იყო რეზოლუცია დევნილეთთან დაკავშირებით აფხაზეთიდან ცხინვალის რეგიონიდან. ეს არის რეზოლუცია, რომელიც 2008 წლის მერე გადის და იმის მერე ყოველ წელს იზრდება მხარდაჭერთა რაოდენობა. იმ რეზოლუციის განხილვის დროს რუსეთის წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, რომ ამ რეზოლუციის აგატანა როგორ მოდის თანხმედრაში იმ პოლიტიკასთან და განცხადებებთან, რომელიც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. ანუ პირდაპირ ესეც საერთაშორისო ფორუმებზე რუსეთი ციტირებს დღევანდელი რეჟიმის წარმომადგენლებს და ამბობს, რომ რა საჭიროა ამ რეზოლუციის გატანა, რა დევნაზეა, რა ცხინვალიდან და აფხაზეთიდან დევნილებზეა საუბარი, მაშინ როდესაც აგერ თვითონ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იძახის, რომ ომი დაიწყო საქართველოს. ამას აქვს ძალიან მძიმე საერთაშორისო სამართლებრივი შედეგები საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის, რომელსაც შეიძლება დღეს ვერ ხვდებით, მაგრამ ეს საერთაშორისო სამართლებრივი პრობლემები ქვეყნის ინტერესების დარღვევა არ ხდება ხოლმე წუთიერად და წამიერად. ანუ ეს შეიძლება რამდენიმე წლის მერე სერიოზულად მოგვიბრუნდეს უკან. იმიტომ რომ ის რომ დღეს ცხინვალს და აფხაზეთს არ აღიარებს ძალიან ბევრი ქვეყანა, ამისი ერთ-ერთი მთავარი, ამას აქვს ორი მთავარი მიზეზი საბოლოო ჯამში. ერთი არის ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა და ევროპის და ამერიკის და მეორე არის ის, რომ ჩვენ ძალიან გამართულად და მყარად ვიყავით საერთაშორისო სამართლის კუთხით. ყველა ეტაპზე 90-იანებიდან მოყოლებული 2008 წლის ჩათვლით. ის რომ ბევრმა ქვეყანამ, რომელსაც რუსეთი ცდილობდა რომ მოესყიდა, თავის ხარეს გადაეყვანა, ფული მიეცა, ან რაღაცაში გაეცვალა აღიარება, ეს ბოლოს არ გააკეთა.
ხშირ შემთხვევაში არ გააკეთა, იმიტომ რომ იქნებოდა პირდაპირ დარღვევა საერთაშორისო სამართლის და ბევრ მათ შორის სუსტ ღარიბ ქვეყანას არ უნდა რომ საერთაშორისო სამართალი დაარღვიოს თვითონ, იმიტომ რომ შეიძლება მას მოუტრიალდეს მერე უკან. და თუ ჩვენ ამ საერთაშორისო სამართლებრივ ძლიერ პოზიციას დავკარგავთ იმის გამო, რომ ეს რეჟიმი იტყვის, რომ საქართველო არის დამნაშავე 2008 წლის ომში, მაშინ ამას შეიძლება მოყოს ნებისმიერი შედეგი აღიარებით დაწყებული, აგზელებული ასე ვთქვათ, ცხინვალის და აფხაზეთის, დამთავრებული იმით, რომ ესეთი ტიპის დოკუმენტები, როგორც არის გაეროს რეზოლუცია, შეიძლება ვეღარ გავიტაროთ, ან მხარდაჭერა არ გქონდეს ხოლმე მისთვის. ესაგებია, მადლობა. მადლობა სერგი საინტერესო ლექციისთვის. ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია, ჩვენ არ გავჩერდებით. ცოდნა ძალა, ცოდნა თავისუფლებაა. ჩვენ დავრეგისტრირდით ესეთი პლატფორმა არის Free Donation-ი, შეგიძლიათ დონაციის სახით დაგვეხმაროთ. ასევე გვაქვს Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი და YouTube-ი, შეგიძლიათ რომ გამოგვიწეროთ. მადლობა, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ.